ბათუმში მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკლესიის მშენებლობის აკრძალვას შეადანაშაულებს. საუბარია ბესიკის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივებმა ეკლესიის საძირკვლის მომზადება რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. მოსახლეობა ამბობს, რომ სიტყვიერი ნებართვა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატისა და მერიის თანამშრომლებისგან მიიღეს. სიტყვიერი შეთანხმების შემდგომ კი მროვლმა მიწა დაამუშავა და სამშენებლო მასალას საკუთარი სახსრებით შეიძინა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დღეს მშენებლობის გაგრძელებას უკრძალავენ, რადგან ტერიტორია თურქ ინვესტორს მიჰყიდეს. ამ ინფორმაციას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ეპარქიასთან შეთანხმებით ბათუმის საკრებულომ ალტერნატიული ტერიტორია უკვე გადასცა აჭარის მთავრობას, რომელიც თავის მხრივ მიწას ეკლესიას დაუთმობს. ადგილი არის გაყიდული თურქ ბიზნესმენზე და მან უნდა ააგოს აქ კორპუსი. უფე დიმიტრიმ აკურთხა ეს ადგილი. მე უფე დიმიტრიმ აკურთხა ეს ადგილი და ამის შემდეგ მამა დავითი აქ ატარებს ყოველ ხუთშაბათს წირვა ლოცვებს. აქ არ გადის არც ცენტრალური გზა, არც რაიმე მნიშვნელოვანი ობიექტისთვის ეს არ არის საჭირო. ირგვლივ არის მოსახლეობა, რომელსაც სჭირდება სალოცავი. დავიწყოთ იმით, რომ კარფელი არ შენდება. უბრალოდ ის არის სარეკრეაციო ზოლი, ესე ვთქვათ, გზის გამყოფი ნაწილი და მოხდება მისი გამწვანება. რაც შეეხება რატო შევთავაზეთ სხვა ადგილი, იმიტომ რომ შეიტყოა, რომ ბევრ უფრო უკეთესი ადგილი შეთავაზება შეიძლება ებუბაში ეკლესიის მშენებლობისთვის. ეგ არ არის ახალი ამბავი, საკმაოდ დაიხნის იმ მოხდა შეთანხმება ეპარქიასთან.